მოგესალმებით. ამ ვიდეოში მინდა შემოგთავაზოთ ინსტრუქცია თუ როგორ შეძლებთ eFlow-ში წერილს გაგზავნას. ნახოთ როგორ შეგიძლიათ ამის გაკეთება. ამისათვის პირველ რიგში გადავიდეთ განათლების სამინისტროს გვერდზე, რომელიც მოცემულია თქვენს ეკრანზე და პირდაპირ ბმული ჩაშენებული იქნება ამ ვიდეოს დაბლა ვიდეოს აღწერებში. მას შემდეგ, რაც გადავალთ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის გვერდზე, მარცხენა ველში უნდა ჩავწეროთ ჩვენი ელექტრონული პოსტის მისამართი. აქ იგულისხმება Teachers.g მისამართი და ჩავწეროთ მისი შესაბამისი პაროლიც. ამის შემდეგ დავაწყაპოთ ღილაკს შესვლა. გადავედით პორტალის შიდა აპლიკაციების გვერდზე. ავირჩიოთ ჩვენთვის სასურველი აპლიკაცია, ანუ eFlow. eFlow-ში გვჭირდება მომხმარებლის ის სახელი და პაროლი, რომლითაც შევდივართ e-School-ის გვერდზე. ეს არ არის Teachers.g პოსტა. ჩავწეროთ ჩვენი მომხმარებლის სახელი და შესაბამისი პაროლი. დავაწყაპოთ შესვლას. წერილის გასაგზავნად საჭიროა დავაწყაპოთ ღილაკს შექმნა და ოდნავ ქვევით დოკუმენტებზე დაწყაპების შედეგად ჩამოთვლილთაგან ავირჩიოთ ჩვენთვის საჭირო ტიპის დოკუმენტი, რომელიც გნებავთ, მაგალითად, თუ გინდათ განცხადება გაგზავნოთ, ამ ღილაკს დააწყაპეთ, თუ გინდათ პროექტი გაგზავნოთ, ამ ღილაკს სამსახურეობრივი ბარათი, შეთანხმება, შრომით ხელშეკრულება, ცნობა ან წერილი. ავირჩიოთ ერთ-ერთი, მაგალითად, ავირჩიოთ წერილი. დავაწყაპებ წერილს. გადავედით ახალ ფანჯარაზე. აქ უნდა ჩავწეროთ თემა, დავასათაურე და ამის შემდეგ უნდა შევქმნათ წერილი. თუ ჩვენ გვინდა ამ წერილს მივაბად ფაილი, ფაილის დასამატებლად გადავდივართ მიბმულ ფაილებში. მარჯვენა მხარეს გაიხსნა ახალი ფანჯარა და აქ ჩამოთვლილია დოკუმენტების ის სახეობები, რომელთა დამატება და გაგზავნა შეიძლება eFlow-ის საშუალებით. დავაწყაპოთ ღილაკს პლუსი. პლუს ღილაკზე დაწყაპების შემდეგ გამოჩნდება ჩვენს დესკტოპზე არსებული დოკუმენტები. სასურველი დოკუმენტის მონიშნის და Open-ზე დაწყაპების შემდეგ ეს დოკუმენტი ჩავარდება, ანუ მიებმება ჩვენს წერილს. როგორც ხედავთ, დოკუმენტი დაემატა. თუ არასასურველი დოკუმენტი დავამატეთ, მაშინ ამ ღილაკის საშუალებით შეგვიძლია მისი წაშლა. გავიმეოროთ თავიდან. სასურველი დოკუმენტი მიება ჩვენს წერილს. ამის შემდეგ საჭიროა შევარჩიოთ ადრესატი, ვისაც ვუგზავნით ამ წერილს. ვნახოთ ადრესატის არჩევის პროცესი. დავაწყაპეთ პლუს ადრესატები. ავირჩევთ თანამშრომლები. შემდეგ საგანმანათლებლო რესურს ცენტრის მარცხნივ მდებარე მცირე ზომის პლუსზე დავაწყაპებთ. გამოვა რეგიონში მდებარე ყველა მუნიციპალიტეტის რესურს ცენტრების მისამართები, შევარჩევთ ჩვენთვის სასურველს და მის მარცხნივ კიდევ დავაწყაპებთ პლუს ღილაკს. მოვძებნით სასურველ სკოლას. თუ სკოლას გინდათ გადაუგზავნოთ, სკოლას მოძებნით, თუ კონკრეტულ პიროვნებას გინდათ ამ სკოლიდან, ისევ დავაწყაპებთ პლუს ღილაკს. გაჩნდება ჩამონათვალი მასწავლებლებისა, მონიშნავთ სასურველ პიროვნებას და ადრესატი დაემატა. დავაწყაპეთ არჩევა.
ავირჩიეთ უკვე, დაფიქსირდა პიროვნება. თუ შემთხვევით სხვა მისამართზეც დაგეწკაპათ ხელი, ის მაშინვე ჩავარდება სამისამართო ველში, მაგრამ რა თქმა უნდა, თქვენს ინტერესებში არ არის, რომ წერილი სხვასაც გადაეგზავნოს, ამიტომ აუცილებლად არჩეული პიროვნებების ველიდან, ადრესატებიდან უნდა წაშალოთ არასასურველი პიროვნებები. ისევ მინუს ხილაკზე დაწყაბებით. მას შემდეგ, რაც წერილი შევქმენით, დოკუმენტი მივაბით, ადრესატი ავირჩიეთ, შეგვიძლია დავაწყაბოთ შენახვა და გადაგზავნა. ამის შემდეგ შეგვიძლია დავაწყაბოთ ხილაკს დახურვა. იმედია აღნიშნული ვიდეო გამოგადგებათ. მადლობა ყურადღებისათვის. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.